ეკომიგრაცია აჭარაში გამოწვევი მიზეზები და გადაჭრის გზები თემაზე დღეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, რომელსაც ხუთივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ ეკომიგრანტების განსახლების პოლიტიკაზე და სფეროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა ყურადღება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებულ მუშაობაზე გაამახვილა. სოზარ სუბარმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს ეკომიგრანტების პრობლემების იდენტიფიცირება და შემდგომში სამინისტროსთვის მიწოდება სთხოვა. 2015 წელს სამინისტრო 1.8 მილიონ ლარს 100-მდე სახლის შეძენაში დახარჯავს, რომლებიც ეკომიგრანტებს გადაეცემა. დონორების დახმარებით კი უწყება 40-მდე სახლის შეძენას გეგმავს. შეხვედრას ორგანიზებას არასამთავრობო ორგანიზაცია სენი უწევდა. დაზიანების კატეგორიას თუ სწორად ვერ მომაწვდიან მუნიციპალიტეტები, ძალიან გაგვიჭირდება ჩვენ ამ ადამიანებისთვის დახმარება განსახლებაში და სამწუხაროდ აქ ხშირად არ იყო ის დამაკმაყოფილებელი სტანდარტი და დღევანდელი შეხვედრა ტრეინინგი სწორედ ეძღვნებოდა იმ თემას, რომ ამ ხრივ ჩვენი კოორდინაცია გაუმჯობესდეს. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დროს ჩავიდეთ ადგილზე და ავეხმაროთ, შევისწავლოთ, მაგრამ პირველადი ინფორმაცია სწორედ მათგან უნდა წამოვიდეს. ჩვენ ტოლობითა და განსახლების სამინისტროსთან კომუნიკაციის პრობლემა ნამდვილად არ გაგვაჩნია. კატეგორიების განსაზღვრა და საბუთების მოწესრიგება ერთ-ერთი მოწინავე ვართ. ამ ეტაპისთვის ჩვენგან 14 ბინას ახლა დავამთავრეთ და ადგილზე მოვახდენთ ამ ბინების გადაცემას. დანარჩენ საკითხებს გავუვლით ტოლობითა და განსახლების სამინისტროსთან. ჩვენ გვინდა ჩამოაყალიბოთ ერთიანი ხება და ერთიანი გეგმები ეკომიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით. შესაძლოა ისაუბრა იმ პროექტებთან დაკავშირებით, რაც უნდა გაკეთდეს მინისტრმა. ჩვენ ამ პროცესებში ჩართული ვართ. გვინდა რომ მეტად აქტიური ვიყოთ, მეტი გუმართოს, რომ ეს ინფორმაცია მივიტანოთ მოსახლეობამდე, რომ ადამიანმა თვითონ გააკეთონ არჩევანი, თუ კი მათი საცხოვრებელი ტერიტორია, სახლი, უარგესია და საფრთხის შემცველია, რომ აქტიურად ჩაერთონ ამ პროექტებში.